იმ უნიკალურ შემოქმედებას, რაც გიორგი ნიკოლაძემ ამიტოვა. და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ ეს შევძელით და აქედან გამომდინარე ბედნიერი ვართ, რომ ესე იგი ავამტკიცებთ, რომ ის რაც დატოვა გიორგი ნიკოლაძე ნამდვილად სწორია, ნამდვილად მუშაობს. მე წარგეთული მაქვს ქალბატონი ლია ბილილიშვილის ინტერვიუ, სადაც წერია, რომ მეცნიერები მეუბნებიან, რომ ეს არ იმუშავებს, ეს შეუძლებელია. თუმცა თქვათ მასე არ არის. ეხლა ჩვენ ვეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში. შეიძლება ჩვენ საუბრობთ გიორგი ნიკოლაძის არითმეტიკთან დაკავშირებით, მაგრამ კი საუბრობთ არითმეტიკაზე, მაგრამ აუცილებლად მოგიწევს სხვა ვერდითი მოვლენებთან დაკავშირება ამ საკითხისთან. ჩვენ დროამდელ მოხსენებას ჩვენ სად მოხსენებას მიდავართ ამ საკითხს. თავისუფლად შემიძლია პოლემიკაში შევიდეთ. შეიძლება ჩემი საუბარი მოგეჩვენოთ, რომ არის გრძელი, კი ბატონო, ნებისმიერ მომენტში რაღაც ტექნიკურ საკითხებს ვეცაული და გამოვტოვებ და ვეცდები, რომ ფართო საზოგადოებისათვის გასაგები ემით ვისაუბრო. აი ამ შემთხვევით ესეთი დასახელება ჩვენ არ ავირჩიეთ. საქმე ის არის, რომ ისაც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან შეხება აქვს, ყოველთვის თვლიდა და ჩვენც ასე ვთვლით, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების ისტორია საქართველოში იწყება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. მაგრამ ახლა აზრი შევიცვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ 1928 წელზე. ამიტომ ეს ერთ-ერთი ბოლოში ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიღწევა ამ საქმისა იმაში მდგომარეობს, რომ შევეცადეთ, რომ ისტორია შეგეცვალოთ. ეხლა თვითონ გიორგი ნიკოლაძე უნიკალური მოვლენა იყო, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ინჟინერიაში, სპორტი, ტერმინოლოგია და ასე შემდეგ. ეხლა მე ურთიერთობა მაქვს მათემატიკოსებთან, მეტალურგებთან. მათემატიკოსებს როგორც კი ეხლა წიგნი დავწერეთ და ერთ-ერთი რეცენზენტი ყავდა მათემატიკოსი და ბევრი რამე შემისწორეს, რომ მიიჩნიეს, რომ მე მივჩქმალე მისი წვლილი მათემატიკაში. ამიტომ მათემატიკოსები ფიქრობენ, რომ გიორგი ნიკოლაძე იყო მათემატიკოსი. ქიმიკოსებს, მეტალურგებს რო შევეკითხოთ, ვეთქვია რა მზამით, ბატონო, გიორგი ნიკოლაძე იყო ტექნოლოგი, მეტალურგი, რომელმაც შექმნა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტექნოლოგია. ამიტომ არის გიორგი ნიკოლაძის ბიუსტი ჟესტაფონის მეტალურგიული ქარხნის წინ, რომ დღესაც ეს ქარხანა ამ ტექნოლოგიით მუშაობს. რაც შეეხება მის დამსახურებას სპორტის წინაშე, მე მგონი გასაგებია, რომ საქართველოში სპორტული მოძრაობა დაიწყო გიორგი ნიკოლაძე და შევარდენი მისი დაარსებულია და იქედან მოდის სპორტული საზოგადოებების ისტორია. ითვლება საბჭოთა ალპინიზმის პიონერად, შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა საბჭოთა, არა მარტო ქართული, არამედ ისე იგი საბადოაშვილის მასშტაბით ალპინიზმის, ასე ვთქვათ, პიონერად. განსაკუთრებით მე ხაზს გავუსმენდი მის დამსახურებას ტექნიკური ტერმინოლოგიის მიმართ. დღეს ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ტექნიკურ ტერმინოლოგიაში. იმდენად სწრაფად მიდის ახლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ისმობს, იმდენად სწრაფად მიდის ტექნოლოგიები წინ, რომ ჩვენ ვერ ვასწრებთ გააზრებას და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ისე იგი ვიფიქროთ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით და ნამდვილად პატრონობა ჭირდება ამ საქმეს. თუ გვინდა რომ ხვალზე ეს მიმართულება ქართულ ენაში ხელში აჩაგვალდეს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდია გიორგი ნიკოლაძის დამსახურება ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარებაში. ეხლა რაც შეეხება მის დამსახურებას კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან
მიმართებაში. აქ ჩვენ ხელში გვაქვს მხოლოდ ერთადერთი დოკუმენტი, ეს არის გიორგი ნიკოლაძის მიერ გაკეთებული განაცხადი გამოგონებაზე. ეს განაცხადი თავისუფლად მოიპოვება საფრანგეთის საპატენტო ბაზაში და მსოფლიო საპატენტო ბაზაში, ჩვენ მსოფლიო საპატენტო ბაზიდან ამოვიღეთ ეს განაცხადი და ქონდა ხელში მხოლოდ ეს განაცხადი. ამას დაგიტოვეთ ბატონო. დიახ, დიდი მადლობა. ეს განაცხადი ქონდა ხელში და ვეცადეთ რომ აქედან წარმოსულიყავით, როგორ შეიძლებოდა აქედან რეკონსტრუირება გაგვეკეთებია კომპიუტერისა, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიფიქრა. ახლა ერთი საკითხსაც უნდა შევეხო. ეს არის 1928 წელი და იმ პერიოდის საპატენტო განაცხადებისთვის დამახასიათებელი იყო ეგრეთ წოდებული ნოუ-ჰაუ. ნოუ-ჰაუ არის ისეთი მომენტი გამოგონებაში, რომ გამოგონება შეიძლება გაერკვე, მაგრამ ნოუ-ჰაუ თუ არ იცი, მას ვერ ამუშავებ. აი იმ პერიოდის გამოგონებებისთვის ეს განსაკუთრებით ეხება ტესლას, ედისონს, ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისში იმ პერიოდისათვის ნოუ-ჰაუ მიღებული ნორმა იყო. იმიტომ ტესლას პატენტები დღეს გაშიფრული არ არის. ეხლა თავიდანვე დაგვებადა კითხვა, როგორ შეიძლებოდა ამის, ასე ვთქვათ, გაშიფრვა და მივხვდით, რომ თუმცა შეიძლება ისე თუ იაზრონებთ, როგორც აზროვნებდა იმ პერიოდისათვის გიორგი ნიკოლაძე. ანუ, ხო, კიდევ ერთი მომენტია. შემთხვევითი დამთხევა მოხდა ის ამბავი, რომ მაგალითად კონკრეტულად მე არ ვეცადით, მე ვარ ლევან იმნაიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ამ საკითხებით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, მოხდა ისე რომ ჩემ თვალწინ გაიარა კომპიუტერული ტექნოლოგიების ასე ვთქვათ გადამწყვეტმა მომენტებმა, როცა გარდატეხა მოხდა და რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც განშტოებებიდან ჩამოყალიბდა ერთი ძირითადი მიმართულება, რასაც დღეს ვადგებავთ. ეს შეიძლება გავიკვირდეთ, მაგრამ დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების ის მიმართულება, რომელსაც იყენებთ ჩვენ კომპიუტერში, სმარტფონში და ასე შემდეგ, სრულიადაც არ არის ოპტიმალური, მაგრამ მოხდა ისე, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ დაამკვიდრა ეს მომენტი. ამაზე კიდევ ქვემოთ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ აი ამ საკითხში გაურკვევლობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ გავშიფროთ აქ რაც წერია. და ამ გაშიფრვამ კიდევ ის მოვიტანა, რომ ეს ადამიანი აი აუცილებლად მინდა ეს მოვიყვანო. აწყო შობილი წარსულისა არის მშობელი მომავალისა. რატომაც ყველას გონია, რომ ეს არის ილიას გამონათვალი. ეხლა რომ დავაჩეროთ 10 ქართველი 9 გვეტყვის, რომ ილიას სიტყვებია. არა, ეს არის ლეიბნიცის სიტყვები. ლეიბნიცმა ეს გამოიყენა სულ სხვა მიმართულებით. ილიამმა შეზინა სხვა შინაარსი. ეს ერის, ასე ვთქვათ, მეტალობას დაუკავშირა ილიამ. ლეიბნიცს კიდევ ჰქონდა სხვა მოსაზრება. მოსაზრება მოაქვს იმაში, რომ ლეიბნიცი თვითონ იყო მათემატიკოსი და ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, სპეციალისტი და ის ფიქრობდა, რომ წარსულის, ასე ვთქვათ, წინას გაანალიზების გარეშე მომავალს ახალს უნდა შევხვდით და ვეთანხმდით. ეს ამასთან რატო დაკავშირება? აქ ჩადებულია ისეთი იდეები, რომელიც დღევანდელ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში არ არის, მაგრამ არის დღესაც პროგრესული და აქტუალური. ამას შეგვიძლია ცალკე განვიხილოთ, რაში მდგომარეობს მისი პროგრესულობა და აქტუალობა. ხო, თანაც შესაძლოა ეს ლეიბნიცთან დაკავშირებით ჩვენ მაინტერესებდა სხვა მომენტი. გარდა მათემატიკური მომენტებისა, ლეიბნიცს აქვს, მე-17 საუკუნეა და არითმეტრი უკვე სახეზე გვაქვს, მართალია მექანიკური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტისათვის ამ საკითხის კონსტრუირებით იყვნენ დაკავებული. ეხლა ბატონი გიორგის ხელშეწყობით ჩვენ მეცადეთ მაინც გაგვერკვია ის ამბავი, რომ ეხლა ჯერთი გიორგი ნიკოლაძის და
უსუდანი, ჩემი მასწავლებელი იყო ქიმიაში და ეს შემთხვევითი არ არის ერთ ოჯახში ამდენი ინოვატორი ადამიანი ერთად რაღაც ფენომენთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე ავდექი და რაღაცა ერთი კუთხით შევხედე და ბატონი გიორგის დამსახურება ის რომ მასალებს მაწოდებდა და საუბარია იმაზე რომ როგორი აი შევხედე ტექნოლოგიური კუთხით ამ საკითხებს და რატომღაც ასეთი დასკვნა გავაკეთე რომ ეს იყო ტექნოგრადი ოჯახი რომელიც კაპაციტებით ადევნებდა თვალს სოფლიოში იმდროინდელ ტექნოლოგიურ მიღწევებს და ცდილობდა არა თუ ისაითვისებინა, არამედ ცდილობდა რომ გაივრცელებინა კიდეც. აქ ზოგიერთი მაგალითი მოვეყარე. შეიძლება გაგიგვირდეთ ახლა ამ ფოტოაპარატს თქვენ აქ ნახავთ და ერთი შეხედვით თითქოს ძალიან ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ფოტოაპარატია, მაგრამ არ არის ჩვეულებრივი ფოტოაპარატი. საქმე ის არის რომ სურათის გადაღების მომენტში ეს ფოტოაპარატი საშუალებას იძლევა რომ ფოტოფილზე უფროსმა თაობა მიცის ფოტოფილი რა არის, თქვენ არ იცით ფოტოფილი რა არის, თუ იცით. ხოდა ფოტოფილზე წარწერების გაკეთების საშუალებას იძლევა მანამ სანამ ფოტოფილი გამჟღავნებულა. ეხლა ეს რისთვისაა კარგი. საქმე ის არის რომ კარტოტეკის წარმოება, როცა მაშინ ეს კოდაკის ეს ფოტოაპარატი საშუალებას იძლეოდა მე როგორც მახსოვს 10 კადრი ყოფილიყო ერთ ფილზე. აი კარტოტეკის გაკეთება არის ერთ-ერთი რთული ამოცანა, როცა ბევრ ასე ვთქვათ ფოტოსურათს იღებ. და შესაბამისად აი წარწერები გეცდებოდა ასე. ანუ გადაიღო ეს ნიკოს ეხება. გადაიღო წარწერა გააკეთა, უკვე გასაგებია კარტოტეკაში სადღაც აიღოს ეს სურათი. ეს ერთ-ერთი მაგალითი. ეხლა ტექნოლოგიურად ეს როგორ ხდება მე არ ჩავმოვდები, თუ კითხვა გექნებათ, კი ბატონო. საბეჭდი მანქანა, ეს საბეჭდი მანქანა არის აქა. ახლა არ ვიცი ფოტოში არის თუ არა, მაგრამ არსებობს ფოტოსურათი, ნიკო მუშაობს თავის სამუშაო კაბინეტში ფოტოში. და იმ სურათის ანალიზით და ამის ანალიზით დასკვნა გავაკეთეთ, რომ ეს არის ერთი და იგივე სისტემის საბეჭდი მანქანა, ოღონდ სხვადასხვა ეგზემპლარი. მე ასეთი დასკვნა გავაკეთე. ეს არ არის ფოთიდან წარმოებული, ეს კიდევ სხვა ეგზემპლარია. რითა ეს საინტერესო, ვისაც უნახავს მექანიკური საბეჭდი მანქანა, აღმოაჩენს, რომ მექანიკურ საბეჭდ მანქანაზე ლიტერის, ანუ შრიფტის ცვლილება არ ხდება. იქ არის ხისტად დამაგრებული ეს უფროსმა თაობა მიცის მექანიკური საბეჭდი მანქანა რას არგუმენტს. მაგრამ ვინაიდან ნიკო სჭირდებოდა რამოდენიმე ენაზე ბეჭდვა, ამიტომ აღებული აქვს შედარებით რთული კონსტრუქციის, ალბათ შედარებით ძვირის ისეთი საბეჭდი მანქანა, რომელიც საშუალებას იძლევა რომ ლიტერა ცვალოთ. ლიტერა ანუ შრიფტი ცვალოთ. და კიდევ ერთ საინტერესო მომენტი, ეს არის ლიტერა. ერთ ლიტერაზე არის ორი შრიფტი, მაგრამ თქვენ შეიძლება ასეთი ლიტერა ბევრი გქონდეთ. სხვადასხვა შრიფტით დატვირთული. როგორც ჩანს, ქართული ლიტერა ამ საბეჭდი მანქანისთვის, როგორც ჩანს გაგერთა საქართველოში. და რატო? იმიტომ რომ აი ამას თუ დააკვირდებით თქვენ, ეს არის ის ბარათი, რომელიც გვეუბნება, რომ რომელ კლავიშაზე, რომელი ასოზის ამა თუ იმ შრიფტის შემთხვევაში, მაგრამ ქართული შემთხვევაში თვითონ ნიკოს მიერ ხელით არის მიწერილი. ეს რო ყოფილიყო საწარმოო, ასე ვთქვათ, ნამუშევარი, მაშინ ხელით მიწერა მას აკეთებდა. ამიტომ ნიკომ თვითონ მოიფიქრა, როგორ შეიძლებოდა მისი ამუშავება, ასე ვთქვათ, ქართულ ენაზე. სხვადასხვა ესეთი ეგზემპლარი მე საქართველოში სხვა საბეჭდი მანქანა არც გამიგია და არც მინახავს, რომელსაც შესაძლებელი იყო ლიტერის ცვლილება. აი ნახეთ, ეხლა ვიყვეთ მისი აზროვნების, ასე ვთქვათ, რა დონეზე აზროვნებდა ადამიანი, საიდან დაიწყო აზროვნება და შესაბამისად როგორ დასკვნებს აკეთებდა და შედეგები მე როგორი ჰქონდა. ეხლა სამწუხაროდ მე არ მაქვს საშუალება რომ
ყველა იმას შევეხო. Ნაჩვენებდა ამ ტუმბოს, ქალის ტუმბოს. ეს არის 1910 წელი და ეს არის რუსეთის იმპერიაში პირველი, ასე ვთქვათ, ქალის ძრავი. ეხლა კითხვა დავუსვით ჩემ თავს, რომ რატო არ მოხდა მისი გავრცელება შემდგომში. თორე ასე არ არის. და მოაჩინე, რომ ეს არის 30-იან წლებში საბჭოთა პანელი, რომელიც რეკლამას უწევს, რომ გამოიყენეთ ქალის ძრავი. ანუ, რა გამოდის? დიდი მექანიზაციის, დიდი ელექტროფიკაციის დაწყებამდე ეს გავრცელებული იყო. და სწორადაც იყო. მაგრამ როდესაც წავიდა დიდი ელექტროფიკაცია და შესაბამისად ჩვენად გვჭირდება ეს წვრილმანი რაღაცეები, ჩვენ გვაქვს დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ბევრი ენერგია და ასე შემდეგ, აი ამ ასე ვთქვათ, ეს მიმართულება ამან გაანადგურა და ეს მოდის უკვე 35-40-იანი წლებიდან დაწყებამდე. მე მგონი ეს საინტერესო რაღაცაა, ეს თუ დაბრუნდება ქართულ სოფლებში, მე მგონი იქნება ძალიან კარგი. დედამიწას სჭირდება შეღავათი იმისათვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება ნაკლები და ნაკლები მოიხმაროს. ხო, ორიგინალურ მოწყობილობას ქვია პირდაპირი, ხო, აქა ეს არის პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრული არითმომეტრი. ეხლა ამას რატო უსმენ ხარ? ჩვენ წარმოდგენებში არითმომეტრი ასრულებს 4 ოპერაციებს. შეკრება, გამოგლება, გამრავლება, გაყოფა. აი, იმათ წარმოდგენებში ესე არისო და შესაბამისად გეორგიმ დააპატენტა არა ისეთი არითმომეტრი, რომელშიც შეკრება, გამოგლება იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით აქ წერია, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მას სჭირდებოდა პირდაპირი გამრავლების და გაყოფის მოწყობილობა. ეხლა უნდა განვარტოთ ორი რაღაცა. პირდაპირი გამრავლება რა და ელექტრული რა არის. ელექტრული როგორც ასეთი, პირველი არითმომეტრია გეორგი ნიკოლაძისა მსოფლიოში, რომელმაც იგნორსა, ასე ვთქვათ, ელექტრობის ეპოქის სული და შესაბამისად ელექტრობა შემოიტანა თავის ნაშრომში. პირველია. ეს ერთი მომენტი. ახლა პირდაპირი გამრავლება და პირდაპირი გაყოფა რა. ეხლა ვინ ჩახედულია კომპიუტერ ტექნოლოგიებში იცის, რომ აქა გამრავლება სრულდება სამრავლის თანმიმდევრული შეკრებით. იგივეა სმარტფონებში. ნუ სმარტფონი რა ანალოგია, ასე ვთქვათ, კომპიუტერის. გაყოფა სრულდება გასაყოფიდან გამყოფის თანმიმდევრული გამოვლენით. ახლა ერთმანეთს უნდა ცოტა გადახვევა უნდა გავაკეთო, რომ ამ საკითხში გავერგიოთ. Πολύ საინტერესოა. გიორგი ნიკოლაძე და მისი და სხვადასხვა ამ ხალხის შემოტანილია ათობითი სისტემა საქართველოში. დიახ. ათობითი სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში არ იყო. ჩვენ შეიძლება მკითხოთ რა სისტემა იყო. 20-ით იყო. არ იყო ათობითი სისტემა და გიორგი ნიკოლაძემ და მისმა და შემოიტანა, ასე ვთქვათ, ათობითი სისტემა. ანუ ევროპასთან, ასე ვთქვათ, ფეხი აუწყო. აქ ეს არის თქმა მასალი გამრავლება, მაგრამ ჩემი თავის ხალხს გამრავლების ტაბულას ასწავლიდნენ. ჩვენ ზეპირად უნდა ვწოდნოდა, ესე იგი, ერთთანიგა სამრავლისა და მამრავლის, ასე ვთქვათ, ნამრავლი. ისინი იყენებდნენ ასეთ სახაზავს. აი ჩვენ დავიწყეთ, აი ამას თუ ნახავთ. აი სახაზავია გახსნილი დამის პატენტში, აი სახაზავი. ეს ერთმანეთის გვერდზეა მიდგმული ახლა სახაზავები და ასეთ სახესებს. დიახ. ჩვენ სტუდენტს დავავალეთ ამ სახაზავებში გარკვევა. ეს ამას ქვია დღეს ქვია ჟენაილი ლუკასის სახაზავები. ჟენაილი იყო ფრანგი ინჟინერი, რომელმაც შექმნა პირდაპირი გამრავლების სახაზავები. ლოგარითმულ სახაზავი ვიცით? პირდაპირი გამრავლების სახაზავები
და პირდაპირი გაყოფის სახაზავები და კიდევ ბევრი რაღაცები აქვს ამ იმას რა ქვია ჟენაირის შექმნილი. რაც შეეხება ლუკასი ფრანგი მათემატიკოსია, იმან მისცა საწარმოო სახე ამას და შესაბამისად დღეს ამაზონზე თუ შევალთ, ეს სახაზავები იღიდება სადღაც 50-60 დოლარი x. ამას იყენებენ უცხოეთში არაფორმალური განათლების მიზნით და ბავშვებს ასწავლიან განმავლობას, გაყოფას და ასე შემდეგ. გიორგი ნიკოლაძე და მისი და ბავშვებს ასწავლიდა განმავლობას ამ სახაზავებს. ანუ ჩვენი ალბომობა ემთხვევა ესე იგი გიორგი ნიკოლაძე საიდანაც წამოვიდა, სანამ ის ამ კომპიუტერებს, კომპიუტერის ასე ვთქვათ, პრინციპებს ჩაიკითხეთ და მანამდე მან პრაქტიკა გაიარა, ასე ვთქვათ, ამ სახაზავებზე და ამოცანა მდგომარეობდა. ხო, ეს განაცხადი მან გააკეთა 1928 წელს, ეს ის წელია, როცა ის სორბონაშია და დისერტაციას იცავს და პაილოტ მუშაობს განაცხადის ფორმულირებაზე, მაგრამ მანამდე უკვე დაწყებული ჰქონდა ამ საკითხზე მუშაობა. შესაბამისი სტატია არსებობს პროფესორი გაზეთ კომუნისტში, ნიკო მუსხელიშვილის, სადაც ის ამბობს, რომ გიორგი ნიკოლაძემ შექმნა ისეთი მანქანაო, რომელიც განსხვავდება არსებული მანქანებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ წავიღეთ ესა და არა მარტო გავიგეთ ამაში, არამედ მომზადეთ ეს პრინციპში სკოლებისათვის. შიგნით ამაში არის ინსტრუქცია, აქვეა სახაზავები, რომელიც მე შეგვიძლია რომ ნახოთ როგორ ხდება ესა, ამასაც გიტოვებთ მუზეუმში. Informații mă gândesc. გამოსაყენებლად. ხო, ეხლა დაგვიძლია Asta e interesant. პრინციპში გიორგი ნიკოლაძე კი წერია ასე არითმომეტრი, მაგრამ პრინციპში იმან დააპატენტა პირდაპირი გამრავლების და პირდაპირი გაყოფის მეთოდი. მოდი ასე. ამ გადასახედიდან და ვინც საპატენტო საქმეში ჩახედულია, მიხვდება, რომ ესე იგი საიტკენ მიდის აზროვნება, ანუ სიახლე რა შემდგომარეობს. სიახლე დააპატენტა და დანარჩენზე იქ უწერია ეს ისედაც ცხადია. ეხლა რაც შეეხება ამას მე ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს არის პირდაპირი გამრავლება. ეხლა გაყოფას როგორ აკეთებს, ამაზე სლაიდებზეც მექნება, მაგრამ აქვე ვიტყვი. გაყოფისთვის მას აქვს ორიგინალური ალგორითმი. თავის მიერ შექმნილი, როგორც ჩანს, მე მათემატიკოსებთან მქონდა ურთიერთობა და ამ წინთან დაკავშირებით ერთი რეცენზენტი მათემატიკოსი ყავს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ესეთი ალგორითმი არ ვიცით. ეს ხალხე ამ წუთას ჩვენ ვიძახით, რომ ეს არის გიორგი ნიკოლაძის სეული ალგორითმი, თუმცა ეს არის კვლევის ამბავი, რომ ესე იგი საბოლოოდ რომ ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანმა ეს ალგორითმი ნამდვილად შექმნა, თუ ესე იგი ინტერპრეტირებას აკეთებს რომელიღაცა მათემატიკოსი. სხვადასხვა მე მომიწია გავცნობოდი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის 1928 წლის სხდომების ოქმებს, იქ ამაზე არის საუბარი, რამოდენიმეჯერ გამოვიდა აკადემიის სხდომაზე გიორგი ნიკოლაძე მოხსენებით და რატომღაც იქ არავის არ გაუმახვილებია ყურადღება ამ ალგორითმთან დაკავშირებული. იქ არსად ესეთი ჩანაწერი მე არ მინახავს. ამეთავზე ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ორიგინალური. ნახავთ მომავალი რას გვიჩვენებს. ეხლა რა ხდება? იცით რა, ჩვენ აქ ვინც მონაწილეობდით ამ პროექტში, არა ვართ ისტორიკოსები. ჩვენ ვართ ინჟინრები, მეცნიერები და ვცდილობთ რომ შევქმნათ რაღაცა ახალი ტექნოლოგიები და რაღაც ასე ვთქვათ ღრმა წარსულა ისტორიაში, ასე ვთქვათ ჩვენს ბუნებაში აზრის და თუ გამოჩნდება ახალგაზრდები, რომლებიც მერე ამ საქმეს კიდევ ღრმად გაყვებიან, იქნება ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი. ეხლა რამოდენიმე ასე ვთქვათ რამოდენიმე ასე ვთქვათ ციფრები თუ თარიღები ვთქვათ, აი აქ ჩამოვწერეთ. ახლა საუბარი საიტკენ მიყვავს კიდევ ცალკე თემაა, იმიტომ მე მაინც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოვადგენ და
შესაბამისად, მის მინდა გითხრათ, რომ უდიდესი წვლილი მიუძღვის მამაშვილს ნიკოლაძეებს ტექნიკური, ასე ვთქვათ, განათლების, ასე ვთქვათ, საწყისებთან ყოფილიყვნენ. 1922 წელს შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი თესელუში და ეს იყო ნიკოს, ასე ვთქვათ, დაჟინებული მოთხოვნით 1922 წელს. ეხლა 1928 წელს, როდესაც გიორგი ბრუნდება საფრანგეთიდან საქართველოში, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, მანამდე არსებობდა რუსული ინდუსტრიული ინსტიტუტი. მოხდა პოლიტექნიკური ფაკულტეტისა და რუსული ინდუსტრიული ინსტიტუტის შერწყმა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფორმირება 1928 წელს. აი ამ 28 წელს გიორგი ნიკოლაძე დაინიშნა ორი კათედრის გამგედ. ეს იყო მეტალურგია და ეს იყო მათემატიკა. თუმცა ცოტა უტრირებას ვაკეთებ, იმიტომ რომ ერთი კათედრის გამგე იყო და მეორე კურსის ხელმძღვანელი, მაგრამ ახლა მართალი გითხრათ, განსხვავება მაგაში ვერ ვხვდები რა არის. მათემატიკური კურსის ხელმძღვანელი და მეტალურგიული კათედრის გამგე, ამიტომ უტრირებას ვაკეთებ და ვამბობ ორი კათედრის გამგე. შემდეგ 1929-30 წლებში განხორციელდა პირდაპირ გამრავლების და გაყოფის ელექტრული აკუმულატორის მაკეტი. ასე ვიცი ჩვენ. მაგრამ არც ერთი ნახაზი, არც ერთი აღწერა თვითონ მაკეტის ისტორიული, ასე ვთქვათ, ფაქტებს რო მივდიოთ, აღმოჩნდა, რომ 1936 წლამდე ჩანდა მაკეტის კვალი მოსკოვის ბედენხა, ვიცი ქართულად როგორ იქნება, მოსკოვის საგამოფენო სივრცეში, მერე ეს კვალი იკარგება. ანუ არაფერი არ აქვს. აი სამწუხაროდ იმასაც ვიტყვი, რომ თბილისში ნიკოლაძეების არქივი განადგურდა და არ ვიცით სად რა დაიფანტა, როგორ დაიფანტა. აი ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. აქეთ მაინც გამოვიცა. ნამდვილად. შემდეგ. აი ესა ის, ასე ვთქვათ, და 31 წლის გაზაფხულზე გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. ეხლა ეს თარიღები რისთვის მჭირდება? ეს თარიღები მჭირდება იმისათვის, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების საწყისად საქართველოში 60-იანი წლებიდან გადმოვწიო და უშუალოდ 1930 წლის პირს. ახლა იმასაც ვიტყვი ბარემ, რომ აქ არ წერია, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ეს განხორციელდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. აქ არ წერია იმის გამო, რომ არანაირი დამამტკიცებელი ამისი არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ კათედრის გამგე იყო ეს ადამიანი იქა. სხვაგან არ მუშაობ. კი ბატონო. ხო, ეხლა მოტივაცია რამ შეგვიქმნა. თან მსოფლიოში არის ცნობილი ამბავია, რომ უნივერსიტეტებში, სადაც იქმნება რაღაცეები, ოთვის ცდილობენ, რომ თავიანთი ისტორია არ დაკარგონ და აბსოლუტურად ეთანხმები. და ყველა უნივერსიტეტში ერისა და აქ ორი მაგალითი აქვს. ორი მაგალითი მაქვს მოყვანილი. საერთოდ ცნობილი ამბავია, ვინც ამ ტექნოლოგიებში მუშაობს, რომ ყველა იცის, რომ ფონ ნეიმანის შრომებით იწყება თანამედროვე კომპიუტერების ისტორია. ფონ ნეიმანის შრომები არის 1940-იანი წლების მერე. მაგრამ როცა ასე ვთქვათ, ბოლო წლებში გაიხსნა არქივები, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და 1929 წელს პირველი ორობიტი კომპიუტერი შექმნა კონრად ცუზემ. გერმანელმა, მაგრამ ახლა იყო შექმნილი ფაშისტური ხელისუფლების პირობებში, ამიტომ იყო ეს ამბავი იჭმავლობა, ასე ვთქვათ. აი კონრად ცუზეს ეს ორობიტი კომპიუტერი 1940-იანი წლების არნასუს რომელი ქალაქი გერმანული დამბოლის შედეგად ეს განადგურდა. მაგრამ მე თვითონ 1999 წლებში თვითონ ცოცხალმა კონრად ცუზემ მოახერხა მისი რეკონსტრუირება. თავისი პირშო, ასე ვთქვათ, ხელმეორე გაიმეორა და ეხლა ეს ბერლინში ეს მოსწავლეა.
რაც შეეხება ენიაკე, რომელიც ითვლება, ასე ვთქვათ, პირველ გამოფრენ მანქანად, ну ის არის, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტში დევს. აი აქ მინდა გიორგი ნიკოლაძის, ასე ვთქვათ, რაღაც მომენტებს გაუსვა ხაზი. არითმომეტრი გენიალური და პიონერული გამოგონება. გინდა დამიჯერეთ, გინდა დამიჯერეთ, ჩვენ ასე ვთქვით. პიონერულია თუნდაც იმის გამო, რომ პირდაპირი გამრავლება მხოლოდ ამ არითმომეტრშია გამოყენებული, სხვაგან არც ერთ არითმომეტრია გამოყენებული, არათუ არითმომეტრებში, თანამედროვე კომპიუტერებშიც პირდაპირი გამრავლება არაა გამოყენებული. სხვადასხვა ეხლა ჩვენ პირველ მოხსენებებს რო ვაკეთებდით, სულ იყო ამაზე საუბარი, არ შეიძლება ამ პრინციპის გამოყენება თანამედროვე კომპიუტერში. თქონდა შეიძლება, თუ ვინმე დაუშვათ ამოწევს ამას და შესაბამისად ფინანსებს მოიპოვებს და შეებრძოლება დიდ, ასე ვთქვათ, მაგნატებს ამ საკითხში, რადგანაც არა, კი ბატონო, შესაძლებელია. ხო და ამწერია სრულად სამართლიანად, ალბათ 1930 წელი შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში კომპიუტერული ტექნოლოგიების საწყისად. და მესამე პუნქტი წაღალ კი თქვი, მაგრამ მაინც კიდევ დავინორეთ, რომ ეშექმნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეხლა მოქმედების პრინციპი, ასე ვთქვათ, უფრო შევიდე უნდა, ასე ვთქვათ, ტექნიკურ საკითხებში, ამიტომ ვეცდები, რომ ეგ საკითხები გავამარტივო. აქ არის ნაჩვენები ჟენაილი ლუკასის, ასე ვთქვათ, სახაზოები, როგორ შეიძლება ერთმანეთის გვერდზე დავაგდეს და შესაბამისად მამრავლის ციფრი ავირჩიოთ და ნამრავლი მომენტალურად მიიღება. სამრავლში რამდენი ციფრიცაა, იმდენი ჟენაილი სახაზები გვჭირდება, რომ ეს ციფრები დავაგდოთ და შესაბამისად ხდება მისი, ასე ვთქვათ, წაკითხვა. ну გაყოფის ოპერაციაზე ვისაუბრე. აგერ არის მაგალითი, ასე ვთქვათ, გაყოფის ოპერაცია როგორ სრულდება და ახლა ამ საკითხს აღარ ჩავდმოვდები და თუ მე დავუშვათ იმე დაინტერესდება ამ ალგორითმით კი ბატონო, რაზეა საუბარი და მივდივართ უკვე ჟენაილი სახაზოები გიორგი ნიკოლაძეს ხელში ჰქონდა უკვე. ეხლა საუბარი მიყავს მას იქეთკენ, რომ ეს ტექნიკურად როგორ წარმოვადგინო, როგორ გავაკეთო ის ამბავი, რომელიც არის აი აქ სახაზავზე გზა, წითელი ხაზით რაც არის ნაჩვენები, სახაზავებზე ის გზა უნდა დავიაროთ, რომ მივიღოთ, ასე ვთქვათ, ნამრავლი, აი მისი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ტექნიკურად ეს როგორ შეესრულებია და ამიტომ გააკეთა ესეთი რაღაცა. ხო, ერთი რამეა, ერთ რამეს დავიაროთ პროგრამას. აქ ლაპტოპში დევს 10 სახაზავი 0-დან 9-ის ჩათვლით. მაგრამ სამრავლში თუ გაქვთ ორი ციფრი, ერთნაირი, დავუშვათ 7-იანი, მაშინ ორი კომპლექტი გინდათ. თუ გაქვთ 3-7-იანი, მაშინ 3 კომპლექტი გინდათ. ეხლა მე აღარ ჩავუმარდები ლუკასის დამსახურება, იმაში მდგომარეობდა, რომ სახაზავები აქცია ძელებად და 4 მხარეს ჰქონდა ესა და შესაბამისად გაამარტივა ეგ ამბავი. კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ეგ საქმე გიორგი ნიკოლაძემ, მან წრეზე განალაგა ეს ყველაფერი. ეს სხვადასხვა ეს ნახაზი ეხლა ეს არა ჩვენი ნახაზული, ეს ამოღებულია პატენტის ნახაზიდან, წრეზე განალაგა ეს სეგმენტების სახით. რახან წრეზე განალაგა ეს სეგმენტების სახით, ეხლა ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მაშინ იმდენი სეგმენტი მჭირდება, რამდენიც, ასე ვთქვათ, სამრავლში ციფრი გვაქვს. ამდენი წრეწირი გჭირდება, რამდენი ციფრიც გვაქვს. შესაძლოა, აქ განხილული არის სამთავი გასამრავლი, ამიტომ ჩვენ რეალურად მე როცა გამახორციელებთ, აქაც სამთავი გასამრავლი გამახორციელებთ, რომ შედარებით, ასე ვთქვათ, ავთენტური ყოფილიყავით იმ საქმესთან, რაც გიორგი ნიკოლაძემ გააკეთა. ეხლა მისი შემდგომი საინტერესო მომენტია, გიორგი ნიკოლაძე შესანიშნავად ერთვება ელექტროტექნიკურ საკითხებში. მან იცის, დაუშვათ, ტენის წრედები როგორ მუშაობს,
მანიცის ეს წრედები ერთმანეთისგან იზოლირებული როგორ გავხადოთ, გადმოჩენო. ერთ-ერთი ნოუ-ჰაუ სხვათა შორის ეს იყო, რომ როგორ შეიძლება იმ დროის ტექნიკით, როდესაც ასე ვთქვათ, სპილენძი გვაქვს მასალად, გამოყენებული იმას აქვს სპილენძი მასალად გამოყენებული, როგორ შეიძლება და გაიკეთებია ისე, რომ აქაც ანუ ერთი თანიგიდან მეორე თანიგზე გადაეცა ელექტროსიგნალი და პლუს ეს გამოსულიყო კიდევ ინდიკაციაზე, ანუ აი ასეთივე ინდიკატორები აქვს იმას გამოყენებული. ცხადიანაში შევიდიოდი არ იყო, მაგრამ ნატურები აქვს გამოყენებული. ესე იგი, გიორგი ნიკოლაძე, ხო, ჩვენ კიდევ როგორც ინჟინერები ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ რაიმე რო კეთდება, როგორ მივიტანოთ ეს მომხმარებლამდე. ანუ მომხმარებლისთვის ეს რთული იქნება, მარტივი იქნება, მიიღებს მომხმარებელი თუ არა. გიორგი ნიკოლაძე ამაზე ფიქრობს და ფიქრი მდგომარეობს იმაში, რომ მან აი ეს შედეგები არ გამოიტანა. და როგორც ჩვენ გვაქვს დაახლოებით. ეხლა რა შეიძლება გარეგნობასთან დაკავშირებულ საკითხს. გარეგნობის თვალსაზრისით, გარეგნობა დიზაინი როგორც გამოიყურება ჩვენ შემთხვევაში, გიორგი ნიკოლაძის დროს ეს ასე არ იყო, მას სხვანაირად ამგეს წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ კიდევ სხვა მოცანა გვქონდა. ჩვენ გვქონდა რომ ავთენტურად გაბემეორებია ეს მოწყობილობა, ეს ამოცანა გვქონდა, ავთენტური ყოფილიყო, იმ ნაწილში რა ნაწილიც აქ აღწერილი და პლუს ამას ეს უნდა ყოფილიყო საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი და შესაბამისად მე ვნახეთ ახლა მორი წლის განმავლობაში, რომ როგორ ინტერესდება ისევე ჩვენი სტუდენტები და განსაკუთრებით უცხოელები. იმათთვის ეს არის ძალიან მოწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ ჯერტი რომ საქართველოში აღმოაჩინეს, რომ თურმე მოწინავე ტექნოლოგიებთან ამ ხალხს შეხება აქვს, ეს ერთი და მეორე ეს ახალი ტექნოლოგია აბსოლუტურად მისთვის მათთვის ასე ვთქვათ სრულიად უცხოელი იყო. ხო, აქ არის ნაჩვენები უკვე სეგმენტიდან სეგმენტში, როგორ გადაეცემა დენი, როგორ ხდება გამრავლება, აქ აღარ ჩავუყურებელი, ვის მეტნაკლებად გარკვეულია ამ საკითხებში, კი ბატონო ცალკე ვისაუბროთ. მარჯვენა ნაჩვენებია ის კონსტრუქციები, რომელიც მან ააგო და როგორც ჩანს სპილენძი იყო მასალად გამოყენებული, ეს ჭირდება იმისათვის, რომ როგორ გითხრათ იცი, დენი რომ ვრცელდება ერთი მიმართულებით, ის უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. ამიტომ უკან დაბრუნება იმ შედეგს ამახინჯებს და აქედან გამომდინარე მას დაჭირდა მთელი რიგი ასე ვთქვათ კონსტრუქციული ერთეულების შემუშავება. აქ კიდევ უკვე მაგალითები გვაქვს ამისი მოყვანილი და აი მეურვედ ეს შედეგი ეს იმუშავებთ ამაზე ასე ვთქვათ. თვითონ მუშაობა დიდი ხნით თქვენ რაც ამოი, მაგრამ მუშაობთ რეკონსტრუქციაზე იმუშავებთ 2 წელი. აქ არის გუნდი. ამ გუნდიდან წარმოდგენილი ვარ მე და ბატონი გელა გოდერძიშვილი და ქალბატონი მაგული ედინეიშვილი. ვაკლი ერთი ახალგაზრდა, რომელიც დღეს იმყოფება ვარძიაში სხვა სამუშაოსთან დაკავშირებით. და ასე შემდეგ. ეს გარეგნობასთან დაკავშირებით ვისაუბრე. აქ მოდი ასე გავაკეთოთ. ეხლა ეს არის უკვე ასე ვთქვათ დამზადების პროცესი, დავამზადეთ 2 ეგზემპლარი, ამ ცოტა ჯერჯერობით 2 ეგზემპლარია დამზადებული. ერთი ეგზემპლარი ინახება ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. ხო, გიორგი ნიკოლაძის დამსახურების შესახებ ბევრი ფიქრობს, მაგრამ მაგალითად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში არის მისი სახელობის პრემია, მაგრამ არის ქიმიაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს უმაღლესი ჯილდო, გიორგი ნიკოლაძის მედალი. ეს უმაღლესი ჯილდო იშვიათ შემთხვევაში გადაეცემა განსაკუთრებული დამსახურებისათვის ტექნოლოგიებში, ტექნიკაში, ინჟინერიაში. და სულ რამდენიმე ადამიანი არის, ვისაც გიორგი ნიკოლაძის მედალი აქვს მიღებული. შემდეგ საგაზრდოებთან დაკავშირებით ვით. აქ უკვე ტექნიკური საკითხებია და ეხლა მე მინდა გავუშვა ვიდეო პატარა,
სადაც ნაჩვენები არის თუ როგორ მუშაობს ეს გაიშვება აფეთქები? კი. ხო, ერთი რამე მინდა თქვა, რომ გიორგი ნიკოლაძე ამბობს, რომ ეხლა ამოწყობილობით მიიღება კერძო ნამრავი. ანუ სამრავლი გამრავლებული მამრავლის ერთ ციფრზე. და მისი დაზვრა და შედრება პრობლემა არ არის. ანუ იმაზე საფასურო განაცხადი არ არის. იგულისხმება, რომ იმ პერიოდისათვის ეს შესაძლებლობა არსებობდა და ამიტომ საფასურო განაცხადით მისი არ ხდება. და ვინაიდან ის მეორე მხარე ჩვენ არ გვქონდა და არ ვიცოდი რა ჩანაფიქრი ქონდა ავტორს, ამიტომ ავიღებდა მის მაგივრად, ვინაიდან ავთენტური ერთ ვარიანტი ვერ იქნებოდა, ამიტომ მის მაგივრად გამოვიყენეთ კომპიუტერი ჩვეულებრივი, ახლა თქვენ ეკრანზე რასაც უყურებთ. ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტი შესაძლებელია, რომ გავშევდეთ ამ კერძო ნამრავლებზე და ამოვიწეროთ ეს ქაღალდზე, მე ქაღალდზე შევკრივოთ, ქაღალდზე ასე ვთქვათ, კერძო გამყოფებს მოიგონოთ, ქაღალდზე გამოვაგროთ და ასე შემდეგ. Moica, la media su YouTube se cantó se murió. Cantó se murió. Let's Moses. Vedi, buon dire. E fa fare samravli sakapa. Io non ho problemi. რაც შანაფიქრი გქონდა იმ ადამიანს, რომ მიეღო კერძო ნამრავლები და კერძო განაყოფები, ამას აკეთებს. აკეთებს ძალიან კარგად. და არის, მე რომ გითხოს კაცმა, არის ძალიან ჭკვიანური, ერთბაშად აქ მოიცავს. ესე იგი, აქ საუბარია მათემატიკაზე, საუბარია ელექტროტექნიკაზე, საუბარია კონსტრუქციულ გადაწყვეტებზე, საუბარია ჩვენ რასაც ვეძახი ადამიანი კომპიუტერის ინტერფეისზე, ალგორითმები, მათემატიკაში, ხო, მათემატიკაში. ასე რომ, ესე იგი, დღეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ დავუშვათ კომპიუტერულ ტექნოლოგიაში, იმ კაცმა ეს გითხრა, რომ ასე უნდა იმუშაოთ 1928 წელს. თუმცა ეხლა კითხვა ჩნდება, რომ რატო არ მოხდა მერე მისი გარჩევა სოფლიოში. საქმე ის არის, რომ ეხლა ჩვენ მოვდივართ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტიდან, იქ სხვა პროექტზე ჰქონდა საუბარი ასწავლებლად და სხვა პროექტს ვახორციელებთ. მაგრამ იქ მერე სტუდენტებთან დაკავშირებით წარმოიშვა ესეთი საკითხი,
დიდი ქართველი გამომგონებლები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ. ეხლა მე რომ თუ არ წაგახლავთ, მაგაზე არ ვისაუბრებ და ვიტყვიეთ რომ გიორგი რომ უცხოეთში დარჩენილიყო, ეს იქნებოდა ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფუძემდებელი, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარყოფა. მისთვის ეს კატასტროფული შედეგი დამთავრდა საქართველოში დაბრუნება, თუმცა ვერ ვიტყვი. რატო იცი? სული და გულით ეს კაცი იყო მეტალურგი. ბატონო. და შესაბამისად თვითონ რომ დაბრუნდა საქართველოში მას დახვდა საბჭოთა ხელისუფლება, რომელსაც სხვა ინტერესები ჰქონდა, თუმცა მოგედგენიათ ახლა 1928 წელს ბოლშევიკებს რო ეტყვი, რომ ესე იგი კომპიუტერული ტექნოლოგია უნდა განავითარებინა. ეკყოდნენ რა კომპიუტერული ტექნოლოგია, ინდუსტრიალიზაცია, მძიმე მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ასე. ამიტომ გადაერთო გიორგი ნიკოლაძე მეტალურგიაზე. სხვადასხვა მაგ საკითხებსაც მეტნაკლებად ვიკვლევდით. მაინტერესებდა რომ თბილისში რატო გაგეცდა დაუშვათ საცდელი ქარხანა და არ გაგეცდა დაუშვათ ზესტაფონში, აღმოჩნდა რომ ზესტაფონში მაშინ ელექტროენერგია არის. და თვითონ სქემა ამისი რა ქვია ნადნობის მიღების სქემა აგებული არის ელექტროობაზე. იქ დნობა ხდება ელექტრონის გამოყენებით. ამიტომ ეხლა რომ თბილისში არის მაღაზია ბორგია, იმის უკან იყო საცდელი ქარხანა. აღმოაჩინეთ არის ამერიკული ასე ვთქვათ სადაზვერვო ფოტოსურათები, სადაც ეს ქარხანა ჩანს. ეხლა დღეს მის ამ ქარხნის კვალი არ არის, ერთადერთი მილია დაჭერილი სარეკლამო ასე ვთქვათ მიზნით იყენებენ. 2 წელი დაჭირდა დაახლოებით რომ ეს ტექნოლოგია ამ საცდელ ქარხანაში ასე ვთქვათ აეწყო, გაიმართა და შემდეგ ესე იგი 1936 წლამდე მუშაობდა ეს საცდელი ქარხანა დიდუბეში და 33 წელს გაიშვა ზესტაფონის ფერაშონათმოთა ქარხანა, უკვე გიორგი ცოცხალი არ იყო და შესაბამისად ცხადია მას დამსახურება მისმა მეგობრებმა და ასე ვთქვათ თანამებრძოლებმა არ დაუკარგეს და შემოგვინახეს და მოიტანეს ჩვენამდე, რაც ძალიან ასე ვთქვათ კარგია. აი რამოდენიმე სიტყვით ისევ თავი მოვუყაროთ, ასე ვთქვათ გიორგი ნიკოლაძის ხო, აქ ერთ საინტერესო თემას გავაჟღერებ კიდევ და მე საინტერესო იქნება ეს ამბავი. 1928 წლამდე, ისე იგი გიორგი ნიკოლაძის განაცხადამდე მექანიკური ათობითი არითმომეტრების ეპოქა იყო. ეს არის ელექტრომექანიკური. მანამდე იყო ეს. შემდეგ 1928 წელს უკვე გიორგი ნიკოლაძის ასე ვთქვათ ელექტრომექანიკური არითმომეტრი გვაქვს. 1929 წელს კონრად შულზეს ელექტრომექანიკური კომპიუტერი გვაქვს. და შემდეგ 53 წლიდან უკვე იწყება შემდგომი ასე ვთქვათ განვითარება კომპიუტერული ტექნოლოგიების. აი აქ ვახლოვდებით ძალიან საინტერესო თემას. რომელიც მართალი გითხრათ 1928 წელი ისე გამიორდა გიორგი ნიკოლაძის პირდაპირი გამრავლების და გაყოფის არითმომეტრი, 40-იანი წლები ფონ ნეიმანის კომპიუტერი, ეს ვთქვით, და 60-იანი წლები ივერი ფრანგიშვილის გადაწყობადი გამომწველი სტრუქტურები. ეხლა მის კომპიუტერულ ტექნოლოგიებშია ჩახედული, იმან იცის, რომ IM-ის სტრუქტურა არის ფისტი, იცვლება პროგრამა. აი რაც შეეხება გიორგი ნიკოლაძის მანქანას, სტრუქტურა იცვლება, არქიტექტურა იცვლება. რაც შეეხება ივერი ფრანგიშვილს, მისი კომპიუტერის არქიტექტურა იცვლება და პროგრამის ცვლილება შესაძლებელია. ანუ ის არის სუპერ, ასე ვთქვათ, თანამედროვე მიმართულება. ეხლა მე არასდროს ასე არ გამისვია საკითხი, ან ბოლო ხანებში რაღაც ამოტიტივდა ის ამბავი, რომ ორი დიდი ქართველი მყავდა კომპიუტერულ ტექნოლოგიაში და ორივე იყო დიდი ჯიხაიში. ანუ მე კი ვიცოდი, რომ ივერი ფრანგიშვილი მე რამოდენიმეჯერ მქონია შეხვედრა
მასთან და ვიცოდი საიდან იყო, როგორ იყო რანაირად, მაგრამ მე რომ წავედი და იმას რა ქვია, ჩავიხედე უკვე, აღმოაჩინე რომ ეს ადამიანიც წარმოშობით არის დიდი ქუთაისიდან. ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ორ მიმართულება შექმნიდა ქართველი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და ორივე იქნებოდა ქუთაისში. დავუვადოთ მესამეს. არა, მესამეს რა ჯერ ეს ყველაფერი რეალიზებული არ არის. დრო ჭირდება. რა შეეხება ივერის დამსახურებას, ივერი გახდათ უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, ის იყო ნახვის სისტემების ინსტიტუტი არსებობს, ასეთი, ამ ინსტიტუტის დირექტორი იყო, ეს მოსკოვში არსებობს და გარდა ამისა იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ატომური ელექტროსადგურების ავტომატიზაციის გენერალური კონსტრუქტორი და იყო იმ პერიოდში, როცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აკადემიობდა, იმ პერიოდში იყო ვიცე-პრეზიდენტი. ასე რომ უზარმაზარია ამ კაცის დამსახურება, ზოგადად არა მარტო ამაში, მან შექმნა, ახლა მე არა ვარ ისა, რა ქვია, იმ თაობისა და მან შექმნა მთელი თაობა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში სპეციალისტების. ამ კაცის დამსახურება ის ამბავი, რომ თბილისში არსებობდა კომპიუტერების წარმოება. ქვემოთ ის სურათი მე შემთხვევით, აი ზემოთ ეს სურათი მე შემთხვევით ამქონდა ნაჩვენები. აი ეს არის თბილისში, აი გამოდარელი მეტობა ქართულად, თბილისში ნაწარმოები, კომპიუტერი და ეს არის იმ ტექნოლოგიით, რაც შემოშენებული ჰქონდა ივერი ფრანგიშვილი. სხვათაშორის ივერი ფრანგიშვილი ქართული აღმოჩენებიდან მე მგონი სულ სამი აღმოჩენაა, ერთ-ერთი აღმოჩენის ავტორია. ერთი არის აპიტაშვილი, რომელიც ჰოლოგრაფიაში აღმოჩენა, მეორე ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი კიბერნეტიკის ინსტიტუტი. რომელი? კიბერნეტიკის ჰოლოგრაფიას. ხო, აპიტაშვილი და კიდევ ერთი არის ისა დნმ-ის, ასე ვთქვათ, გაშიფრის აპოლონ როგორია? დნმ-ი გაშიფრა და მისი გაშიფრის მეთოდოლოგია მოიგონა. გვას ვერ ვიხსენებ. კარგი. ეხლა ჩამოვთვალოთ, რაც აქამდე ვისაუბრე, რაღაცნაირად თავი მოუყაროთ და ჯინჯარად. ჩამოვთვალოთ ერთიანად. საგამომგონებლო თვალსაზრისი პიონერული გამოგონებაა, ვინც ერკვება საბატონო საქმეში, ყველა დამიდასტურებს ამას. ელექტროობის ეპოქის დაწყების შეგრძნება. ანუ ელექტროობის ქარი ქროდა უკვე. არითმომეტრი პირველი ელექტრომექანიკური დაზუსტებულია გამომთვლელი მოწყობილობაა. გამრავლების ოპერაციის გამარტივების აუცილებლობის შეგრძნება. აი ძალიან საინტერესო მომენტია. იმ პერიოდში, როცა გეოლოგი ამას აკეთებდა, არსებობდა ხო არითმომეტრები და უნდა გეტრიალებია ეს სახურული იმდენჯერ, მამრავლი რამდენიც იყო. გამიგეთ? და ხედავდა ეს კაცი, რომ ამის გაკეთება არის ძალიან რთული ამბავი და დაადგა იმ გზას, როგორ შეიძლება ეს გაუმართლო. საგამომგონებლო ამოცანის ბრწყინვალე გადაწყვეტა ჟენერალი ლუკასის საფრთხის სახაზარების გადატანა დისკოზე. შემდეგ კერძო მამრავლის წაკითხვის საგამომგონებლო ამოცანის ბრწყინვალე გადაწყვეტა წლებში დენის რაზეც ვისაუბრე კონსტრუქციები გააკეთა ელექტრომექანიკური. გაყოფის ორიგინალური ალგორითმი, მე გეორგის ვაკუთვნებ მაგას და თუ მომავალში ვინმე იპოვის მის ავტორს, ასე ვთქვათ, კი ბატონო, მაღალ დონეზე გადაწყვეტილი მექანიკური კვანძები. იმიტომ რომ ეს ჩვენი გავხდებით რომ ანგარიშეთ ახლა, აი ეს ამის დისკო ჩვენ მეცადეთ რომ კომპაქტური ყოფილიყო 30 სანტიმეტრია კამას. მაგრამ იმ პერიოდში 30 სანტიმეტრი ვერ იქნებოდა. ისე ეს გაკეთებულია, წამოგვეღო კარგი იყო. გაკეთებულია ეგრეთ წოდებული ბეჭდური ტექნოლოგიით. აქ პლატები როგორც არის გაკეთებული, იმ ტექნოლოგიითაა გაკეთებული და კითხვა დაუსვით ჩვენ თავს, იმ პერიოდში იყო ეს ტექნოლოგია თუ არა. 1928 წლისთვის ტექნოლოგია იყო როგორც გამოგონების დონეზე, მაგრამ ფართოდ გავრცელებული არ. შესაბამისად,
გიორგის რომ გაეკეთებია ეს თავის მოწყობილობა, ჩვენი გათვლებით 72 სანტიმეტრი მაინც იქნებოდა დიამეტრი ამ დისკოსი, იმიტომ რომ უნდა გამოიყენებია მას შტირი, რომელიც ალბათ იქნებოდა 4-5 მილიმეტრის და ბუდე, სადაც ეს შტირები შედის. აქ თუ დააკვირდებით თქვენ, ძალიან ბევრი შტირებია შიგნით გადაღებული. ასე რომ მთელი ასე მარილი ამ საქმესა მდგომარეობს ამ შტირებისა და ბუდეების ურთიერთობაში. შემდეგ რა დაგვანახა ყველაფერი, ისე რა დავინახეთ ყველაფერი ამითი, გეორგი ნიკოლაძის პირდაპირ გამრავლების იდეებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჯერ კიდევ არ დაუკვირდა აქტუალობა, იმიტომ პირდაპირ გამრავლება ჯერ კიდევ არ შეტრიალებს და გეორგი ნიკოლაძის რეკონსტრუირებული მოდელი კომპიუტერული ინჟინერიის დარგის მაგალითია მექატრონიკის ფართო გამოყენებით, რაც დღეს ფრიად აქტუალური მემკვიდრეობაა. დავედით ბოლოში, მადლობა ყურადღებისთვის.